სახელმწიფო მეორეზე გაიმარჯვოს, რაც სახიფათო შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უნიპოლარულიდან მსოფლიო ბიპოლარულზე გადავიდა შემდეგ უკვე. მულტიპოლარულზე ჩამოყალიბდა სისტემა, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს და გააზრებული უნდა იყოს ის საფრთხე, რომელიც გამომდინარეობს აი ამ სხვადასხვა დიდ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებიდან და სავარაუდო კონფლიქტებიდან. ბოლოს, როდესაც აქ ჩამოვიდა ჯეფ მეტლოკს შევხვდით და ის თავის წიგნში საინტერესო რაღაცას წერს, რომ ცივი ომი არავისი გამარჯვებით არ დასრულდა და უნდა გვახსოვდეს ისტორიის მაგალითები. When the Cold War came to an end, was declared over in 1989. 1989 წელს ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოების მოსაზრებების შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, სიტუაცია შეიცვალა უსაფრთხოების მხრივაც. მსოფლიო თითქოს დამშვიდა, მაგრამ ახლა თითქოს რუსეთის მხრიდან იმდენი სისხლის საფრთხე აღარ არსებობდა, მაგრამ ახლა ისევ წამოიწია წინ. რუსეთმა, ჩინეთმა და ეს ისტორიის გაკვეთილები უნდა გავითვალისწინოთ. განსაკუთრებით მულტიპოლარულ სისტემაში პოტენციურად ეს კიდევ უფრო პრობლემატური შეიძლება იყოს. კარგი, გმადლობთ, გლენ. კიდევ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ კომპრომისებზე წასვლა უდრის დიპლომატიას და ეს უნდა გვახსოვდეს, როდესაც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით და გვინდა რომ კონფლიქტს თავი ავაცილოთ. ჯეფ, შეიძლება რაიმეს დამატება გსურდეთ? ძალიან მოკლედ უპასუხებ ტაქტიკორმის ნათქვამს. საინტერესო იყო, რაც მაგენ თქვა საქართველოს ევროატლანტიკური არჩევნის შესახებ. იმიტომ რომ გამახსენდა დიალოგი სტალინისა 1945 წელს საქართველოს შესახებ. სტალინმა რაც თქვა ამ დიალოგში, რომ საქართველომ ევროპული არჩევანი გააკეთა მაშინ, როდესაც რუსეთს შეუერთდა. აი ეს იყო ფუნდამენტური არჩევანი, როდესაც საქართველომ გადაწყვიტა, რომ ევროპულ ქვეყანად ჩამოყალიბებულიყო და ამ მიმართულებით წასულიყო. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ორი დიდი მსოფლიო ომი გამოვიარეთ მე-20 საუკუნეში, რამაც ძალიან შეცვალა საერთაშორისო პოლიტიკა, მაგრამ ყველა ამ შემთხვევებში ერთი და იგივე მიზეზებით იწყებოდა ომი, ხო? სუვერენიტეტის საბოლოოდ ამ ომებს რა მოყვა შედეგად? მაინც სუვერენიტეტის დაცვის ხელშეკრულებების ხელმოწერა. ასე რომ, ვინ მოიგო, ვინ დამარცხდა, ეს ამდენად მნიშვნელოვანი არ იყო. მთავარი იყო, რომ აი ეხლა მაინც გავაგრძელოთ საერთაშორისო კანონმდებლობის შესრულება და სუვერენიტეტზე ორიენტაცია. Over the survival of the state sovereignty system. ასე რომ, რაც შეეხება ზოგადად მიმართულებას ამ სესიისა, აი როგორ უნდა გადარჩეს საქართველო? მე მსურს ბატონი შუდენბერგის მოსაზრებას გაუსვა ხაზი. საერთაშორისო კანონმდებლობა არის საერთაშორისო სამართალი, არის საუკეთესო დაცვა მცირე და საშუალო ქვეყნებისათვის. რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართალი იყო საფუძველი ზუსტად აი ამ ახლანდელი სახელმწიფოების წარმოქმნისა. და რეალურად იმხედან გამომდინარე, რომ აი ამ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა საშუალო და მსხვილი წვრილი სახელმწიფოები გააძლიერა, ისევ საერთაშორისო სამართალი არის ერთადერთი საფუძველი იმისა, რომ საქართველოს მშვიდობა შეინარჩუნოს. საერთაშორისო კანონმდებლობა სამართალი აი ამ მულტიპოლარულ სამყაროში არის ერთადერთი საფუძველი, რომელიც სტაბილურობას განაპირობებს.
კარგი, ნამდვილად გეთანხმებით. შეიძლება კიდევ ერთი მოსაზრება, სანამ შემდეგ საკითხზე გადავიდოდეთ. ძალიან კარგი შეკითხვა იყო და მე მსურს აუდიტორიას გავახსენო გერმანელი დიდი ფილოსოფოსი, რომელმაც თქვა, რომ ომი არის პოლიტიკის გაგრძელება, როდესაც სხვა საშუალებები ამოიწურება ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ ომმა მე არ ვფიქრობ, რომ ომი სამხედრო გადამწყვეტ გამარჯვებას კი არ განაპირობებს, არამედ გადამწყვეტ პოლიტიკურ დამარცხებას ჩვეულებრივ, როდესაც ომს იწყებ. იმიტომ რომ ადამიანები, როცა ომს იწყებენ, არ ითვალისწინებენ ხოლმე ძალიან ბევრ მოსაზრებას. ძალა სამხედრო მიმართულებით ორ რამეზეა დამოკიდებული. ერთი არის ენერგეტიკა, ენერგიის წყაროები და მეორე ინდუსტრიული, ანუ სამრეწველო შესაძლებლობები. და აი ზუსტად შეერთებული შტატებისა და ისრაელის მაგალითს თუ შევხედავთ, პოლიტიკურად დამარცხდნენ ირანის ომში, ისევე როგორც რუსეთი დამარცხდა უკრაინის ომში პოლიტიკურად. ანუ ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ როდესაც ომს ვიწყებთ, არ გვაქვს გარანტია, რომ გადამწყვეტ გამარჯვებას მივაღწევთ, მაგრამ რეალურად შეიძლება უფრო დავსუსტეთ. 2022 წლის თებერვალში სწორედ ის კიდევ ერთი ასეთი მოვლენა განვითარდა, დაიწყო, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო. მე გეთანხმებით იმაზე, რომ პოლიტიკური დამარცხება მოყვება ხოლმე ომის წამოწყებას. მისმა უმაღლესობამ ახსენა, რომ საქართველო ორიენტირებულია საკუთარ სტრატეგიულ ინტერესებზე, რათა უზრუნველყოს მშვიდობიანი მომავალი. ჩემი შემდეგი შეკითხვა იქნება არაპროვოკაციული, რა თქმა უნდა. რას ნიშნავს, მე ვიცი, რამდენი მნიშვნელოვანია მშვიდობა საქართველოს მაგვარი პატარა ქვეყნებისათვის. ჯერ არტურისაგან დავიწყებ, შემდეგ რიჩარდზე გადავალთ. და ნახოთ შემდეგ. როგორ ფიქრობთ, რომ ევროკავშირი, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი არიან თუ არა ისინი ორიენტირებული თვითონ იმ ქვეყნების სტრატეგიულ ინტერესებზე, როცა პროქსი ომებს აწარმოებენ მაგალითად უკრაინაში. დიდი მადლობა ორგანიზატორებს იმისათვის, რომ მოგვიწვიეს ამ შესანიშნავ პანელზე. ძალიან სასიამოვნოა და მე რამდენიმე რამ სურს თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული მსოფლიო, რომელიც შემდეგ კონსოლიდდა, შემდეგ 99 წლის შემდეგ უფრო ამერიკის დომინაციის ქვეშ მოექცა, უფრო დასავლეთზე იყო ორიენტირებული და ცენტრირებული და არსებობდა მითი, რომ ეს არის გლობალური სამყარო, ეს ბოროტება გაქრა, ამერიკელები ყველაზე კარგები არიან, საბჭოთა კავშირიც სადღაც ნაწილობრივ გარკვეული დროის განმავლობაში იყო ამ მითის ნაწილი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სიტუაციაზე საუბარი. და ჩამოყალიბდა ახალი წესრიგი და გავიდა 10 წლეულები და დავინახეთ, რომ კი, საერთაშორისო კანონმდებლობა სამართალი კი იყო ჩამოყალიბებული, მაგრამ დავინახეთ, რომ მთლიანობაში ძალაუფლების გადანაცვლება მოხდა დასავლეთიდან სხვა რეგიონებისაკენ, სხვადასხვა სფერებისაკენ და ჩვენ ვხედავთ, როგორ განვითარდა სხვა ცივილიზაციების, სხვა სახელმწიფოები, მსოფლიოს სხვა რეგიონებიდან. ანუ მოხდა წანაცვლება ამ ძალაუფლებისა ევროპელებისგან, დიდი ბრიტანეთისგან, შეერთებული შტატებიდან, მაგრამ ისინი მაინც კიდევ შეერთებული შტატები ისევ ამ ილუზიაშია ჩარჩენილი, რომ ის ყველაზე ძლიერია და მან შეიძლება მოახდინოს ყველაზე ძლიერი ზეგავლენა ისტორიის განვითარებაზე. და ასევე ვხედავთ იგნორირებას გეოგრაფიისა. როგორც ვხედავთ
აი ნუ ეს რუსეთმაც იგივე გააკეთა 2022 წელი შემდეგ ირანის ომი აი ეს ხედავთ ტენდენციას აი ასეთი ქმედებისა როდესაც გადავდივართ მულტიპოლარულში უნიპოლარულიდან მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ რუსეთი ჩინეთიც ყველა არის ჩართული და აი ამ 1945 წლის შემდეგ და 1999 წლის შემდეგ კი ჩამოყალიბდა ახალი წესრიგები ასე ვთქვათ, მაგრამ ეხლა იცვლება და კიდევ ახალი ყალიბდება, რამაც შეიძლება უფრო რეგიონალიზირებული მულტიკვანძური, აი ესე ვთქვათ, სოფლიოს ჩამოყალიბებისაკენ წაგვიყვანოს და ეს რეგიონალური ახალი წარმოქმნილი ძლიერი სახელმწიფოები უნდა იყოს გათვალისწინებული, თუნდაც ამერიკა იყო, რომელსაც უდიდესი სამხედრო პოტენციალი გაგაჩნია, აი ახლო აღმოსავლეთში სხვა ქვეყნებს ვერ მოახვევ შენს ინტერესებს. აი ეს არის გადატვირთვა, შემიძლია დავარქვა აი ესეთ ახალ ურთიერთობებს სიტყვა გადატვირთვა. კი, გეთანხმებით და თქვენ უპასუხეთ ჩემს პირდაპირ შეკითხვას. და სრულიად გეთანხმებით იმაში, რაც ბრძანეთ. რომ აი კლინიკური კონკრეტული მიზნები უნდა იყოს გადახედული. კი, მე მესმის, რომ დასავლეთი ისევ ჩარჩენილია იმ თავისი ძველ ამბიციურ ესეთი მიმართულებებში და მენტალიტეტში, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იყოს მსოფლიოს ახალი რეალობები. რიჩარდ, თუ შეიძლება ძალიან კარგი რომ ახსენეთ ეს საკითხი. ზოგიერთი ადამიანი ამას უწოდებს, რომ ჯერ არ არის მესამე მსოფლიო ომი, მაგრამ მოდი ცოტა უფრო ფართო ჭრილში შევხედოთ იმას, რაც იყო პირველი. ჩვენ ვსაუბრობთ საკმაოდ აქტიურად დასავლეთის შესახებ და მე ახლა ამ ეტაპზე მუშაობ სწორედ იმ მიმართულებით, როგორითაც ვითარდება ეგრეთ წოდებული დასავლეთი. და ახლა ფაქტობრივად არის ესე რომ ვთქვათ კრიზისული პროცესი, მაგრამ სხვადასხვა ტიპის კრიზისის დროს სხვადასხვა აქტორები არიან და ის უფრო დიდი დასავლეთი, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, არის ის, რომლის ნაწილიც ვართ ჩვენ, ანუ ფილოსოფიური დასავლეთი, ესე რომ ვთქვათ. მაგრამ მაინც კრიზისის ეტაპზე დგას, იმიტომ რომ აქ არის მთავარი საკითხი, ძირითადი საფუძვლებისა. ანუ მეორე დასავლეთი არის იმპერიული კოლონიალური დასავლეთი, რომელიც წლების წინ იდგა და საინტერესოა, რომ მარკ რუბიომ განაცხადა, რომ უნდა დაიცვას ეს კონკრეტული დასავლეთი, იმპერიალური კოლონიალური დასავლეთი, ანუ სარგებელი, რომელსაც ის აძლევს კაცობრიობას. ამიტომ საკითხი არის უფრო გაცილებით ფართო, ვიდრე ცივილიზებული საკითხები, ხო? მეორე საკითხი, რაზეც ჩვენ საუბრობთ დღეს, გახლავთ დასავლეთი, რომელზეც მე ვფიქრობ, რომ წარმოიქმნა 1945 წლის შემდეგ, ანუ კოლექტიური დასავლეთი, მას უწოდებენ ზოგჯერ ლიბერალურ წესრიგს და სხვადასხვაგვარად მოიხსენიება ეს, ანუ ვინც იძლევა, ასე რომ ვთქვათ, ბრძანებებს ეს ცოტა კიდევ დავისაკითხია, მაგრამ ეს კრიზისები ერთმანეთს ფარავს, მაგრამ ფილოსოფიური კუთხით ძალიან დიდი კითხვა არის ის, რომ ჩვენ მივდივართ იქით, სადაც პოსტდასავლური მსოფლიო იყო. ანუ ეს არის ერთგვარი მეოთხე დასავლეთი, ანუ უკეთესი დასავლეთი, ესე ვთქვათ, რომელიც წარმოიქმნა, ასე რომ ჩვენ გვაქვს ისეთი ფორმულა, რომლის ნახვაც გვინდა, როგორც უკეთესი დასავლეთი. ამიტომ ფაქტობრივად როგორ გვესმის ახლა ეს 1945 წლის შემდეგ წარმოქმნილი დასავლეთი, ანუ ჩვენ საუბრობთ ასევე გაეროს სისტემაზე. ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და გავაკეთოთ განსხვავება საერთაშორისო სისტემაში, რომელზეც ჩვენ ცხოვრობთ. ეს არის გაეროს ქარტიაზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც 45 წელს ჩამოყალიბდა და ფაქტობრივად ეს საერთაშორისო სისტემა გახლავთ უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დღეს და შეერთებული შტატებიც ამაზე ფაქტობრივად ამბობს. ჩვენ საუბრობთ შეერთებული შტატების უსაფრთხოების სტრატეგიაზე, რომელიც
საუბრობს პრემტიულ ომზე და ასე შემდეგ. ფაქტობრივად ამან განსაზღვრა ჩარჩო სტრატეგია, ეს არის პოლიტიკური დასავლეთი, ატლანტიკური დასავლეთი, რომელიც განვითარდა. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სისტემა, საერთაშორისო სისტემაში თქვენ უკვე მსოფლიო წესრიგს უწევთ კონკურენციას, სოციალური ინტერნაციონალიზმს, ხო? და სოციალისტური იდეები, რა თქმა უნდა, არსებობდა საბჭოთა სისტემაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს ატლანტიკური დასავლეთი. ვფიქრობ, რომ ბევრს არ ესმის ეს კარგად უზარმაზრად, ესე ვთქვათ, ვითარდება პოლიტიკური დასავლეთი, რომელიც ფაქტობრივად აყალიბებდა სახელმწიფოს, რომლებიც მისი წევრნი არიან, რამაც ფაქტობრივად განაპირობა სტრატეგიული აუთსორსინგი, ასე ვთქვათ, და ინტელექტუალური, ესე ვთქვათ, უნარის პარალიზება, გაუქმება და ეს უკავშირდება თქვენს შეკითხვას ზუსტად რა არის ჩვენი ევროპული ეროვნული ინტერესი, არის უსასრულო ომი, ფაქტობრივად და ეს ვიცით, რომ ჩვენ არასდროს არ გაგვივლია ხაზი ლონდონსა და ვაშინგტონს შორის. ხო, მოკლედ პოლიტიკური დასავლეთის თავდაპირველი იდეა იყო ერთგვარი ლიბერალური ინტერნაციონალიზმი და მან ფაქტობრივად ის ასე უნდა მოქცეულიყო, მათ უნდა დაეარსებინა ამგვარი მიდგომა ცივი ომის დასრულების შემდეგ და უკვე გადავიდა ლიბერალურ გლობალიზმში და გლობალიზმი არის კიდევ განსხვავებული ინტერნაციონალიზმი. მის თანახმად მას ძალიან ყველას უნდა სჯეროდეს კარგი ცხოვრების იდეალების და ამიტომ ჩვენ ახლა უკვე აბსტრაქტიდან გადავდივართ სხვა ეტაპზე და ჩვენ გვაქვს განცალკავებით შეერთებული შტატებისგან და ფაქტობრივად გვაქვს პარალელური გლობალიზმი, რომელიც უკან დაბრუნდა. ეს არის 100 წლის წინანდელი მიდგომის განსხვავებული ვერსია, ოღონდ ცოტა უცნაური გზით, რომელიც ჩამოყალიბდა. მეც თუ შეიძლება ჯერ მაიკლს თუ შეიძლება მაიკლი ითხოვდა კომენტარს. რაც შეეხება თქვენს პირველ კითხვას, ვიტყოდი ფაქტობრივად, რომ ესე ვთქვათ, რომ საკითხი არის პირიქით დგას. უმეტესობა ქვეყნები დასვამენ კითხვას, როგორ შეიძლება მოვახდინოთ პრევენცია იმისა, რომ ჩათრეულიყოთ ომში და არ მოხდეს ჩვენზე თავდასხმა. ჩვენ ვიცით, რომ აქ არის საუბარი არაბირთულ ძალაზე და როგორ უნდა მოხდეს პრევენცია ბირთვული ძალის გამოყენებისა და ფაქტობრივად პირიქით გაკეთდა, ხო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა რატომ არ უნდა გქონდეს ბირთვული იარაღი თუ ჩვენი მტერი არის ისრაელი. ახლა უკვე ტრამპი ამბობს კიდეც იმას, რომ ის ანაცვლებს მთელ ცივილიზაციას 4000 წლიანისას, ხო? ანუ ლოგიკური აზრი ამ შემთხვევაში არის ის, რომ გაქვს თუ არა შესაძლებლობა ბირთვული ომის გამოყენებისა, ხო? დავამოხდით რას, მაგრამ შემდეგ უკვე თუ ისინი არ გააკეთებენ, შეიძლება ეგვიპტემ გააკეთოს, საუდის არაბეთმა გააკეთოს, შემდეგ თურქმეთმა. მოკლედ ფაქტობრივად უსასრულო ციკლი იქნება და გერმანიის კანცლერმა რომ ჩვენ გვაქვს ჩამონათვალი ბოლო 2 თვის განმავლობაში, პირებისა, რომლებიც აღნიშნავს რომ მათ ხელში არის ეს და ისინი უკვე ვეღარ გადარჩებიან და ფაქტობრივად მას კი არ ყავს მხოლოდ ძლიერი არმია. და თუკი ჩვენ გვაქვს მსოფლიო, სადაც ყველა ქვეყანა გავს ისრაელს ან ჩრდილოეთ კორეას, ჩვენ ფაქტობრივად პატარა შეცდომაც კი, ანუ იმიტომ რომ შანსი შეიძლება იმისი მოხდეს, რომ რაღაცა შემთხვევითაც ხომ, რაღაცა შეცდომის დაშვების შანსი შეიძლება არსებობდეს და ფაქტობრივად ვიცით ხომ, ყველას გვესმის რაოდენ მნიშვნელოვანი გახლავთ გაეროს ქარტია და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა ამ ქარტიის კომპონენტები გაითვალისწინონ, რაზეც შეთანხმდნენ. ჩვენ შევთანხმდით მისი მთავარი ამოსავალი წერტილი არის, რომ იყოს მშვიდობა, რომ არავის დასრულდეს ომი და იწარმოოს მოლაპარაკებები. მხოლოდ ერთი მიზნით, რომ დამყარდეს მშვიდობა და თავიდან მოიქნეს არიდებული ომი. და
ამიტომ ჩვენ უნდა ჩავეჭიდოთ აი ამ ძირითად საკითხს და როცა საუბარია მაგალითად ევროპარლამენტზე გაეროს ქარტია ფაქტობრივად ესე რომ ვთქვათ შეიძლება არ იყოს ისე მოხსენიებული ხომ აქ და ჩვენ ახლა უკვე ვფიქრობთ რომ აი ეს სისტემა საერთაშორისო სამართლისა რომელიც გაეროს ქარტიაზეა დაფუძნებული ფაქტობრივად ჩვენ ვანადგურებთ საკუთარ თავს იმით რომ ძალიან დიდი წვლილი შეერთებული შტატებისა იყო იმისთვის რომ შექმნილიყო ეს ქარტია და საერთაშორისო სამართლის პრინციპები ყოფილიყო გათვალისწინებული მაგრამ ისეთი ქცევებია რომ თითქოს აღარ ხდება ამ პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა აქ საუბარი არის გლობალურ ომზე რომელიც ჩვენ ნამდვილად არ გვინდა იმიტომ რომ ეს იქნება კატასტროფული კიდევ ერთი კომენტარი ჯეფრისგან და შემდეგ სხვა კითხვა უნდა დავსვა თუ წინააღმდეგი არ ხართ ჩემს ესე რომ ვთქვათ უთანხმოებას გამოვხატავ ამ საუბართან მიმართებით ჩვენ ვიცით რომ 45 საერთაშორისო წესი იყო ფაქტობრივად ეს იყო რეალიზმი და ეს ფაქტობრივად ცივი ომი ვიცით ხომ აქ საუბარი არ იყო დასავლური ისეთ სიტუაციაზე სადაც დასავლეთი დომინირებდა ხომ და შემდეგ ჩამოყალიბდა ერთგვარი ჰეგემონია და ფაქტობრივად მნიშვნელოვანი იყო ის რომ დამხობილიყო არსებული ტრადიციული სისტემა საერთაშორისო სამართლისა ეს იყო მთავარი ამოსავალი წერტილი და ეს პროექტები დასავლური პროექტები ფაქტობრივად არცებობდა შეჩერდა ჩინეთის მიერ და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების მიერაც და ფაქტობრივად აი ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება ბრძოლა იმისა რომ დაცული იყოს ტრადიციული სისტემა საერთაშორისო სამართლისა და სისტემა რომელიც უზრუნველყოფს სუვერენიტეტს და ის უზრუნველყოფს მრავალფეროვნებას და პლურალიზმს სისტემაში აი ეს ბრძოლა დღემდე მიმდინარეობს და აქ არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი რომ შევქმნათ სტაბილური მულტიპოლარიზმი თუ არასტაბილური აი ამაზე არის ახლა გასაცემი პასუხი კი ბატონო მინდა ცოტა ესე რომ თქვა საუბარს მიმართულება შევუცვალოთ ცოტავდნენ და გადავიდეთ იმ საკითხებზე უშუალოდ საქართველოს რაც ეხება მაგრამ სანამ ამ თემას ზე განვაგრძობთ საუბარს სანამ ვისაუბრებთ ესე რომ თქვა დასავლურ პოლიტიკაზე ალბათ უმჯობესი იქნება დანი თუ გასცემს აი ამ კითხვას პასუხს და ასევე ვისაუბროთ ლონდონის პერსპექტივიდანაც ჩვენ პანელში გვყავს წარმოდგენილი სხვადასხვა გამოცდილების მქონე მომხსენებლები და რომლებიც არიან წარმოდგენილი როგორც პოლიტიკური ასევე აკადემიური წრეებიდან ძალიან დიდი გამოცდილების მქონე და ფაქტობრივად ეს არის ადამიანი რომელიც დიპლომატიური მიმართულებით არაერთ საკითხებზე იყო პასუხისმგებელი ასევე დიპლომატიის პოლიტიკის შექმნაში რომელსაც აქვს წვლილი და თქვენ რას ფიქრობთ დენი ამ საკითხებთან მიმართებით აი ეს არის სწორედ ძალიან დიდი იმედგაცრუება იმიტომ რომ ყავს მარკო რუბიო რომელიც ფაქტობრივად არის ომის მდივანი ვიდრე თავდაცვის მდივანი ხო ჩვენ გვესმის რომ ფაქტობრივად აქ საუბარი არის პასუხისმგებლობაზე რაც გულისხმობს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ნებისმიერ ტიპის დიპლომატია ხო შეგიძლია ესე ვთქვათ იკამათო რომ ასეთი ფაქტობრივად დიპლომატია ვითარდება მას შემდეგ რაც მან ეს პოზიცია დაიკავა და ფაქტობრივად არის ერთგვარი შესაბამისობა იმისა რასაც ვაშინგტონი ამბობს და ჩვენ თავი მიზანი უნდა იყოს საომალო კონფლიქტების თავიდან არიდება იქნება ეს კუბა ირანი გრენლანდია კანადა მექსიკა ანუ ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ მოხდეს ესე ვთქვათ იძულების ძალის გამოყენება რომ ფაქტობრივად მოხდეს ერთგვარი იძულების გამოყენება და იძულების გაკეთება ესე რომ ვთქვათ და
მოხდეს ოპერაციონალიზაცია და პრეზიდენტი რასაც ეუბნება რისი გაკეთებას მას სურს, რომ მოხდეს იზოლების ასე ვთქვათ გამოყენება, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი აპეტიტი არის უფრო გაცილებით დიდი, ვიდრე მათი გონება, ესე რომ ვთქვათ, და გვაქვს შეწინააღმდეგება გარკვეულწილად და იმიტომ რომ ფაქტობრივად აქ არის გონივრულობის საკითხი, ლოგიკურობის საკითხი, მორალური საკითხები, ხომ და ჩვენ უკვე ვსაუბრობთ საერთაშორისო სამართალზე, რომელიც დამხმარე არის მთელი მსოფლიო კულტურისთვის, რომ გადარჩნენ განსაკუთრებით მცირე სახელმწიფოები და წლის დასაწყისში, როცა გვაქვს ეს უკანონო ოპერაცია, როცა მოხდა უკანონო ოპერაცია ვენესუელაში, ფაქტობრივად მე ვსაუბრობ გავლენაზე, პოლიტიკოსებზე, სამხედრო ოფიციალურ პირებზე და ისინი ამბობენ, რომ აქ არ არის საერთაშორისო სამართალის წესები უკვე და ეს არის ერთგვარი ჯუნგლები, ესე რომ ვთქვათ, და ეს ამ აზრის ჩანერგვა ხდება საზოგადოებაში და არის ესე რომ ვთქვათ შედეგი ის, რომ ეს ზიანს აყენებს საერთაშორისო საზოგადოებას, საერთაშორისო სამართალს და ჩვენ სახელმწიფოებს, იმიტომ რომ ეს აღარ არის მდგრადი და ფაქტობრივად მზარდი სიბრაზე დროის ვასთან ერთად იზრდება და უფრო ფართო მასშტაბებს იღებს და უკვე ძალიან რთულია საკუთარი თავის დაცვა და ეს არის თვითდესტრუქციული, ესე ვთქვათ, ესეთი ტენდენცია, რომელიც ცვალებადი არის დროში. როცა ცივი ომი დასრულდა, გორბაჩოვმა უთხრა ამერიკელებს, რომ ფიქრობ და ეს ძალიან პათეტიკურად ჟღერს, ჩვენ სასჩინელება გაგიკეთეთ, ჩვენ თქვენ მტერი გაგიქრეთ, მოგაშორეთ და ფაქტობრივად ეს დადასტურდა იმ დიდი პრობლემებით, რომელიც ჩვენი იმპერიოდიდან მოყოლებული გვაქვს, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი საპირწონე შეერთებული შტატების ძალაუფლებისა, შეიძლება ამბიციები გამწვავდა და ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ნებისმიერი რამ, ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ტრანსფორმაცია ჩვენი ქვეყნებისა, ჩვენ შეგვიძლია ქვეყნები დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიისკენ გამისამართოთ. მიუხედავად იმისა, თუ როგორი კულტურები არსებობს ამ ქვეყნებში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ნებისმიერი ვინმე, ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევს სამხედრო კუთხით და ჩვენ შეგვიძლია ბალანსის წონასწორება და დიპლომატიის ელემენტები იყოს გამოყენებული, რათა გვესმოდეს განსხვავება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის შეერთებული შტატებისთვის და რა არის მისთვის მხოლოდ სასურველი, თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. რაც შეეხება სტრატეგია არის ერთგვარი ხელოვნება იმისა, რომ მოხდეს იდენტიფიცირება ძირითადი ინტერესებისა და გამოყენებული იყოს რესურსები და უნარები საიმისოდ, რომ მიღწეული იქნეს ეს ინტერესები. აქ არის მიზნებსა და შესაძლებლობას შორის ბალანსის დაცვის აუცილებლობა და მთელი ეს ამ პერიოდის განმავლობაში შეერთებულ შტატებს მიზანი წონასწორობა ვერ დაუცვია მიზნებსა და შესაძლებლობას შორის. ჩვენი შესაძლებლობები არის შეზღუდული და ახლა უკვე დარდობთ ამ რესურსების შეზღუდულობის გამო. კარგი ახალი ამბავი არის ის, რომ ეს პერიოდი, ესე რომ ვთქვათ, დასრულდა და ჩვენ ვერ მოვახდინეთ, ესე რომ ვთქვათ, პოსტ-ცივი ომის პერიოდის ამბიციების განხორციელება და ახლა უკვე ახალი ეპიზოდის წინაშე დავდექით და ერთგვარი ცვლილებები ხორციელდება შტატების მხრიდან, რომელიც არის მასიური მასშტაბის, რომელიც არის საკმაოდ ცვალებადი, ახლა უკვე გაუგებარია ორ ნაბიჯს წინ დგამთ და ერთს უკან, თუ ვაკეთებთ დგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც თვითდესტრუქციულია და ახლა ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელიც გამოსცა ეს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად ეს არის პირველი გადაწყვეტილება ცივი ომის დასრულების შემდეგ, სადაც იყო მცდელობა, რომ მოხდეს იდენტიფიცირება კონკრეტული ინტერესებისა, რომელიც იქნება და რომ მოხდეს იმის აღიარება, რომ ჩვენ არ გვაქვს შეუზღუდავი შესაძლებლობა. მეორე რეალობა, რასაც ჩვენ ვაწყდებით, არის ის, რომ არ გვაქვს უნარი საკუთარ თავს ორგანიზება გავუწიოს შეერთებული შტატების მთავრობას გულისხმობ. და ირანის ომი ფაქტობრივად გაიმგზავრა ამ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისკენ და მოხდა ძალიან ბევრი პრინციპების დარღვევა, რომელიც გაჟღერდა ტრამპის ადმინისტრაციაში. ეს
არის სტრატეგიული აზროვნების მარცხი და ეს არის მთავრობის პრობლემა, იმის უნარი, რომ ვერ მოახდინა დეკლარირებული მიზნების მიღწევა და მე მაქვს იმედი, რომ შეერთებული შტატები დაიწყებს ცვლილებების მოხდენას, რომ შეეგუოს და ადაპტაცია განიცადოს ახალ გარემოებებთან და ის ამბიციები, რომელიც ჰქონდა ცივი ომის დასრულების ბოლოს, რომ ფაქტობრივად არ არის უკვე რეალისტური. ძალიან ესე ვთქვათ, კარგ აქცენტებს გაუსვით ხაზი. მე დავწერე წიგნი 2011 წელს, ეს არის მას ეწოდება სტრატეგია მოქმედებისთვის. ძალის გონივრულად გამოყენება 21 საუკუნეში და ვფიქრობ, რომ ძალას გონივრულად არ ვიყენებთ ჯერ. დანერმა გაგვიზიარა ისტორია ავღანეთში და მე ვიყავი ავღანეთში და დავწერე ფაქტობრივად ეს აღწერე ეს მოვლენები და ფაქტობრივად დავსვი იგივე შეკითხვა დივიზიაშიც და ანუ რა სტრატეგია არის, რომელსაც ჩვენ მივყვებით და როცა მოვა ხერხე ასე ვთქვათ და მიზეზი ვერ გაჟღერდა და ახლა უკვე 6 წლიანი კამპანია იყო ორგანიზებული და ფაქტობრივად ეს არ იყო ნათელი პოლიტიკა და ამ პოლიტიკას ნათელი მიზნები არ გააჩნდა და ჩვენ მინდა დავარწმუნო მომხსენებლები, რომ ცოტა კრიტიკული აზროვნებაზე ისაუბრო, ვინაიდან და კრიტიკული აზროვნება უკიდურესად მნიშვნელოვანი არის, არადა ამას ვერ ვახორციელებთ სათანადოდ და ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ დიპლომატებსა და სამხედრო უმაღლესი პირებს შორის ესე ვთქვათ, მათ უნდა მოხდეს იმაზე თანხმობა, რომ იფიქრონ კრიტიკულად, რაციონალურად და არ იყვნენ მართული პოლიტიკით. პოლიტიკოსმა უნდა აკეთოს პოლიტიკა და ფაქტობრივად არ უნდა მოხდეს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც გონივრულ აზრს მიღება დგას და ამიტომ და ასევე ჩვენ ვიცით, რომ დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები, უმაღლესი პირები მუშაობენ ამ მიმართულებით დიდი ბრიტანეთის შემთხვევაშიც და ამას ეწოდება დიპლომატიური სერვისი, რომელიც არის ძალიან პროფესიონალური და ირჩევენ ისეთ ოფიცრებს, უფროსი ზედადონის პირებს, რომლებიც კრიტიკული აზროვნების უნარით არიან გამორჩეული და იგივე იქნებოდა მნიშვნელოვანი საქართველოს შემთხვევაშიც. ძალიან დიდი მადლობა, დეივიდ, ამაზე ჩვენ მართლაც აქტიურად საუბრობთ და გვისაუბრე არაერთ გზის. მინდა ვისაუბრო აკადემიური თვალსაზრისითაც, ანუ რა სივრცე არსებობს დებატების შესახებ, დებატებში თუ არის სივრცე სტრატეგიის შესახებ საუბრებისთვის და მაგალითად ყავს წარმოდგენილი ხომ აშშ-ის არმიის ოფიცერი ამ დისკუსიაში და ფაქტობრივად საინტერესოა საკითხი აკადემიურ ჭრილში როგორ აღიქმება ეს ტენდენციები და ეს ფაქტები და საუბრობთ ასევე მუდმივ ცვლილებაზე დიდი ბრიტანეთის შემთხვევაშიც და თუ შეიძლება გაგვიზიარეთ დიდი ბრიტანეთის პერსპექტივა პოლიტიკური აზროვნების კუთხით. ასევე საუბრობთ, რომ სტაბილურობის ნაკლებობა არის პოლიტიკის ჩამოყალიბების კუთხითაც. და საგარეო პოლიტიკა არის თქვენი დიპლომატია, ხომ? შენ გჭირდება სტაბილურობა, რათა ჩამოყალიბდეს პოლიტიკა, შეიქმნას პოლიტიკა და შემდეგ უნდა გამოყენებული იქნას დიპლომატიური ინსტრუმენტები და სწორედ ეს გვაკლია ახლა. და თუ შეიძლება მინდა მოგმართოთ თქვენი რჩევა რა იქნებოდა დასავლური ქვეყნებისთვის, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გადავიდეთ დიპლომატიურ დონეზე და მე იგივე კითხვით მიმართავ ჩემს ძვირფას კოლეგებს მოგვიანებით. ზოგადად რჩევების მიცემა ძალიან რთული ამოცანა გახლავთ და არასდროს არ გახლავთ ადვილი ეს, მაგრამ პირველ რიგში ვიტყოდი ერთ საკითხს იმის გათვალისწინებით, რაც ახლა იქნა გაჟღერებული. საქართველოს თვალსაზრისით, რასაც ჩვენ ვხედავთ,
ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი турბულენტობა მცვალებადობა საერთაშორისო სისტემაში და ვიცით ხომ ძალიან დამწყონასწორობის დაცვა ვერ ხდება და რა თქმა უნდა საქმე იმაშია რომ ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ საიმისოდ რომ გავლენიანები ვიყოთ და გავლენის მოხდენა შეგვეძლოთ მაგრამ მეორე კუთხით ცოტა სიჯუტეს ვიჩენთ რაღაცები რომ მივიღოთ ჩვენ გვჯერა რომ საერთაშორისო სისტემა როგორი უნდა იყოს ეს ჩვენი არჩევანია რომ შეიძლება იყოს ფრაგმენტული მსოფლიო ან შეიძლება ერთიანი მსოფლიო იყოს ეს სულ ერთია ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ რომ ჩვენ გავლენის მოხდენა ამაზე არ შეგვიძლია მაგრამ ჩვენ რაც გვჯერა გახლავთ ის რომ ჩვენი არჩევანი იქნება მსოფლიოს რომელ ნაწილს ავირჩევთ იმიტომ რომ ჩვენი ისტორიაც ამგვარია შეიძლება არც ერთი ლოგიკით არ უნდა იყოს საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფო ხო შეიძლება ესე რომ თქვათ მაგრამ ჩვენ ასეთი სახელმწიფო ვართ და ჩვენ მტკიცედ გვჯერა იმისა რომ სხვები რასაც არ უნდა ხედავდნენ იმასთან დაკავშირებით საერთაშორისო სისტემა როგორი იყოს რეგიონზე დაფუძნებული უნდა იყოს სრული ჰეგემონია უნდა იყოს თუ არ უნდა ქონდეს ჰეგემონია ჩვენ მტკიცედ გვჯერა რომ ეს მაინც ჩვენზეა დამოკიდებული რომ არჩევანი გავაკეთოთ რომ სოფლის რომელ ნაწილის კუთვნილება ვიქნებით ჩვენ ვხედავთ турბულენტობა საერთაშორისო სისტემაში და რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ ამიტომ მე აღნიშნე რომ ჩვენი არჩევანი არის მოკლევადიანი მყისიერი და ჩვენი მოკლევადიანი მიზანია რომ გადავრჩეთ და გქონდეს მშვიდობა ჩვენი საშუალოვადიანი მიზანი არის რომ აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული ერთიანობა და სუვერენიტეტი ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ნაწილი ცივილური სახელმწიფო მსოფლიოსი და როგორც რომ ევროკავშირის და ნატოს წევრობა ეს არ არის მიზანი ეს არის ერთგვარი ინსტრუმენტი რომ ვიყოთ იმ მსოფლიოს ნაწილი რომელსაც ჩვენ მივეკუთვნებით ჩვენი თვალთახედვით და ჩვენ რასაც ჩვენ რისიც გვჯერა შეიძლება ეწინააღმდეგება სხვების მიზნებს მაგრამ ეს სამი მიზანი არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს ეს არის ერთგვარი თანმიმდევრობა სამი მიზნისა მაგრამ არაფრის ხარჯზე სხვა მიზნების შესრულების ხარჯზე ეს არ ხდება და ასევე ვისაუბრებდი იმაზე რომ მე არ ვამბობ რომ მე სხვას რაღაცას ვურჩევ იმიტომ რომ აღნიშნე რომ რჩევის მიცემა საკმაოდ რთულია უბრალოდ მინდა წარმოდგენა შევქმნა იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და რა ხდება სხვაგან ზოგჯერ დეტალებში ჩაღმავება ძალიან მნიშვნელოვანია და არ არის საკმარისი მხოლოდ ფართო ზოგადი ჭრილით შევხედოთ რეგიონში მიმდინარე მოვლენებს არამედ დეტალებს უნდა დავუკვირდეთ გეთანხმებით და ზოგადად ცნობის მოყვარეობა არის ერთგვარი ცენტრალური ნაწილი პოლიტიკის ჩამოყალიბებისა რომ გვესმოდეს იმ ქვეყნების ცივილიზაციის და ისტორიული კონტექსტის და სრულად გეთანხმებით მართებულად აღნიშნე და რა თქმა უნდა ზოგადად ცნობიერების ნაკლებობას თავისი წვლილი შეაქვს ცვალებადობაში ხომ და ამიტომ მადლობა რომ ამ საკითხებზე გაუსვით ხაზი ამ საკითხებს გაუსვით ხაზი მოკლე კომენტარს გავაკეთებ თუ შეიძლება მესმის რომ ერთგვარი ცდუნება აქვს პატარა ქვეყნებს რომ თითქოს გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ და ვერაფერს ვერ ასწავლის შეერთებულ შტატებს საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების კუთხით მაგრამ მე ისე ვთქვათ ვიტყოდი რომ შეერთებულ შტატებს ფაქტობრივად დაკარგა დიპლომატიის ხელოვნება ერთგვარად და როცა ჩვენ საუბრობთ ძალაუფლების გამოყენებაზე შენ შეიძლება უთხრა სხვა ქვეყნებს რომ შენ ეს უნდა გააკეთო ან წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკური სანქციების ქვეშ დადგები, სამხედრო ზეწოლის ქვეშ იქნები და ესე რომ ვთქვათ და მოხდება თქვენი იზოლირება და ასე შემდეგ, მაგრამ როცა საგარეო პოლიტიკას ამგვარად აღიქვამ და ამგვარად მოიაზრებ, ფაქტობრივად ვეღარ ართმევ თავს სხვა პრობლემებს, როცა ძალაუფლების განაწილება არ არის მაღალი შენს სასიკეთოდ, ესე რომ ვთქვათ, უნდა ისწავლო როგორ წახვიდე კომპრომისზე, როგორ დაიცვა, როგორ უზრუნველყო ძალის ბალანსის დაცვა ან რას იმისთვის რომ მიზნების ხარჯზე არ მოხდეს ამ ყველაფრის დაგეგმარება ზოგადად პატარა ქვეყნები ესე რომ ვთქვათ მათ არ დაუკარგავთ თავიანთი დიპლომატიის ხელოვნება ისინი ცხოვრობენ რთულ გარემოებებში როცა ფეხი უნდა აუწყონ კონკურენციას და მოგვარდეს მეზობელ ქვეყნებთან დავა მაგრამ ფაქტობრივად ვიტყოდი რომ საქართველოს
საქართველოს არასდროს დაუკარგავს დიპლომატიური არხის გამოყენების ხელოვნება და ამიტომ ეს შეიძლება ამიტომ მათ έτσι ვთქვათ ეთქმით სიტყვა ამ კუთხით. თქვენ აღმატებულება ფაქტობრივად მე მინდა აღვნიშნო რომ 2 წელი მოღვაწეობდი ევროპარლამენტში და ეს იყო ყველაზე რთული სამუშაო ჩემი ცხოვრებიდან და ფაქტობრივად ესე ვთქვათ ფიქრობდი დიპლომატიის შესახებ და ანუ რა უნდა გააკეთო ევროპარლამენტში მოქალაქეების სასიკეთოდ არის ესე ვთქვათ და ერთი რეზოლუციის მერე მეორე რეზოლუციის მიღება ხდება ზოგი შეიძლება ათობით გვერდისგან შედგებოდეს ეს რეზოლუცია და არის ძალიან დიდი სიძულვილი ესე ვთქვათ ხდება გაჟღერება სანქციების და ასე შემდეგ მაგრამ ამ 2 წლის განმავლობაში სიტყვა დიპლომატია არავის მოუხსენიებია არავის უხსენებია და კი ბატონო შეიძლება იყოს ნახსენები იარაღი თუ სანქციები მაგრამ ამის პარალელურად ეს სიტყვაც ხომ უნდა ყოფილიყო მოხსენიებული ამიტომ მე ვიტყოდი რომ ომი არის გაგრძელება პოლიტიკისა, ხო თქვენ თქვით და დიპლომატიაც პოლიტიკის გაგრძელებაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შეზღუდულია დღეს. არ ვიცი, განსაკუთრებით ევროპაში, ხო თქვენ ისაუბრეთ შეერთებულ შტატებზე, მაგრამ მე მგონი, რომ მდგომარეობა გაცილებით უარესად არის ევროპაში, გაცილებით უარესად. ტრამპი კვლავ ცდილობს, ანუ შეიძლება მოლაპარაკებას მაინც აწარმოებს ტრამპი და ესე რომ ვთქვათ, ირანთან მოლაპარაკებას, ხო, ისრაელთან ბირთვული იარაღი. ეს გაცილებით უფრო რთულია იმასთან შედარებით, რასაც ფიქრობენ უკრაინელები, მაგრამ ევროპაში ხარი ეჭირება უკრაინაში ომის გაგრძელებას. ამიტომ ჩვენ არ გვინდა ვისაუბროთ. შეიძლება ამაზე ცხადდებოდეს დეკლარაციები კალასის მხრიდან, ხო? დაუშვათ თავიდან ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ამდენი წელია ომი, ხომ და ფაქტობრივად არ ხდება დიპლომატიის გამოყენება ამ პროცესში ევროპის მხრიდან, რომ მე აღვნიშნე, ხომ, ჩემი მოხსენება და ჩემი დასკვნა იყო ეს, რომ ევროკავშირი ძირითადად არის საერთაშორისო უმნიშვნელო რამ და ის ვერ გადარჩება პოლიტიკური თვალსაზრისით, თუ ის ისე განაგრძობს მუშაობას, როგორც დღეს მუშაობს. მე რასაც ვხედავ არის ეს, რომ უკვე სიცოცხლის უნარიანი აღარ არის ის და ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს. და შეიძლება შეცვლილი იყოს კიდეც, სანამ მოხდება გაწევრიანება. მოკლედ ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც არ შეუძლია რომ ორგანიზება გაუწიოს ნებისმიერი ტიპის დიპლომატიას. ცოტა ნეგატიურად საუბრობ ამ საკითხებზე, მაგრამ ეს არის რეალობა. სამწუხაროდ მე უნდა დაგეთანხმოთ თქვენს განაცხადში და საუკეთესო დიპლომატია, რომელიც ახლა ხდება მსოფლიოში, ეს არის დასავლეთის ფარგლებს მიღმა. საინტერესოა, ანუ ცენტრალურ აზიაში, პაკისტანში ხდება ეს, ახლო აღმოსავლეთში და რომ დავივიწყოთ შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი, ხომ? ეს არის მსოფლიოს ის ნაწილი, სადაც ხდება დიპლომატიის გამოყენება და ეს ძალიან მომხიბვლელია, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ დასავლეთისთვის ეს ძალიან დიდ გამოწვევას წარმოადგენს, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება კომპრომისის წინაშე დავდგეთ მომავალში და ამიტომ არის საჭირო, რომ სივრცე გამოიყოს დებატებისთვის და ამ საკითხებზე იყოს სივრცე შექმნილი, სადაც მოხდება ამ საკითხების ღიად განხილვა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აკადემიური წრეების წარმომადგენლობის ჩართვაც, ხო? ანუ რას მიიჩნევს აკადემია დიპლომატიასთან მიმართებით, ანუ უნდა არსებობდეს თუ არა სივრცე დიპლომატიის შესახებ დებატებისთვის და იყოს თუ არა გამოყოფილი. აკადემია რას ფიქრობს ამაზე? რა თქმა უნდა, დებატების სივრცე დახურული არის, შეზღუდველია და სწორედ ამიტომ ეს არის ამ მომენტის შედეგები და ზალის განაწილება ძალიან ბევრ რამეს ცვლის. უსაფრთხოება რას ნიშნავს? ხომ ამ მომენტში ტრადიციული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ, მაგრამ დიპლომატიის გარეშე ძალიან რთულია
ამ საკითხების რეგულირება და ვერ დააიგნორებ სხვების ინტერესებს და ეს შეიძლება იყოს საკმაოდ მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომელიც გაჟღერდა მდივნის მიერ და ვინ ამბობს ძალაუფლების შემცირებას და რა არის დიპლომატია. ხო ჩვენ გვაქვს ისეთი მიდგომა ნიშნავს, რომ სხვები საკუთარი თავის სხვების ადგილას დააყენოს. შეიძლება უნდა მოხდეს ისეთი სივრცის შექმნა, სადაც მოხდება კომპრომისზე წასვლა და ეს არის ერა, სადაც დაეპოქა დიპლომატიის აკადემიას გვაქვს ეს კონცეფცია, რომ მოხდეს სოციალიზება. ისინი იყვნენ სხვების სოციალიზაციის აგენტები, ესე რომ ვთქვათ, და იყვნენ სტუდენტები ამ კუთხით, რომლებსაც ასწავლიდნენ ამ კონცეფციებს და ეს არ იყო რაღაც ცალმხრივი კონცეფცია, ხომ? ანუ ხდებოდა შეფასება კარგი ღირებულებების და ცუდი ღირებულებების და ლავრმა აღნიშნა, რომ როცა ეს დასრულდა, დიპლომატია ფაქტობრივად შეჩერდა და ეს შეხვდა საფრთხეებს, მაგრამ მას უნდა მოეხდინა ადაპტაცია და რეგულირება, რომ შეგუებოდა წარმოქმნილ მდგომარეობას და ჩვენ გვაქვს მრავალმხრივი სისტემა, ერთზე მეტი და საერთაშორისო სამართალი გულისხმობს ამ პრინციპებს, რომ არსებობდეს მოქნილობა და იყოს, ესე რომ ვთქვათ, ურთიერთშეთანხმება და ახლა ვართ ეგრეთ წოდებულ უნიპოლარულ მომენტში, სადაც ხდება გარკვეული თავის შეკავების პოლიტიკის გამოყენება, ხომ? არა და ვიცით, სტივენმაც გაამახვილა ყურადღება ამაზე, რომ ძალაუფლების შეზღუდვაზე, ხომ? რო წახვიდე ყველა მომართულებით და რატომ საუბრობთ საერთაშორისო სამართალზე, რომელიც არის დაფუძნებული გაეროს ქარტიაზე. შენ გინდა რომ დანერგო და შემოიტანო ახალი კონცეფცია და ეს არის საერთაშორისო სამართლის წესებზე დაფუძნებული წესრიგი. გაქვს საერთაშორისო სამართალი, ასევე გაეროს ქარტია და ასევე ჩვენ საუბრობთ ჰუმანიტარულ სამართალზეც, ხომ? აქ არის და გამონაკლისები, ხომ? საერთაშორისო სამართლიდან და 99 წელს, როცა ნატო დაესხა თავს იუგოსლავიას, ეს არ იყო სამართლებრივი, მაგრამ ეს იყო ლეგიტიმური. და რამ გახადა ეს ლეგიტიმური? იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ ადამიანის უფლებებზე და ვის შეუძლია ამის გაკეთება? ჩინებს, რუსებს, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, რა თქმა უნდა. ჩვენ უნდა მივატოვოთ იმის იდეა, რომ საერთაშორისო სამართლისო და დავამყაროთ, ესე რომ ვთქვათ, მის ნაცვლად ეს წესები. ფაქტობრივად აქ საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ ყველა თანაბარი ვართ, მაგრამ ზოგი ცხოველი უფრო ძლიერია ვიდრე სხვები. ასე რომ არის ეს არის ერთგვაროვანი მომენტი, როცა ჩვენ კვლავ უკან ბრუნდებით და ძალიან რთულიც არის, იმიტომ რომ საუბარია ადამიანებზე, რომლებიც სავსენი არიან იდეოლოგიით და ესე ვთქვათ, ზოგი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ძალა კარგია, მაგრამ როგორც აკადემიური წრის წარმომადგენელი, როცა მე შემიძლია ვთქვა, რომ ამ საკითხების ახსნა განმარტება უნდა მოხდეს, ძალიან კარგი იდეებია, მაგრამ უკვე ეს აღარ არსებობს და ესე რომ ვთქვათ, დამსჯელობითი მიდგომები უფროა, ხომ? ასე რომ ჩვენ ვართ აგენტები მოაზრებული, რომლებიც ცდილობენ, რომ დიდებულ 90-იანებს გამოუთხაროს ძირი. ჩვენ არ ვახდენთ დომინირებას, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა რომ გარდაქმნათ მსოფლიო, რომ ის უკეთეს ადგილად იქცეს. და მოკლედ ძალიან აი ამ სივრცეში საკმაოდ რთულია, რომ სერიოზული დისკუსიები ვაწარმოოთ. მე მგონი ამას დრო სჭირდება და სწორედ ეს არის პრობლემა. სწრაფი ცვლილებები ძალიან სწრაფად ხდება, არა და ხალხს დრო სჭირდება, რომ შეეგუოს შექმნილ ვითარებას, იგივე შეიძლება იქნას შეერთებული შტატების შემთხვევაშიც, ხომ? აქ საუბარია იმაზე, მრავალმხრივ სისტემაზე, მაგრამ აქ არის მასიური ტრანზიცია. I think this is a fundamental question. You mentioned diplomacy. To have diplomacy, you need ფუნდამენტური საკითხია. თქვენ აღნიშნეთ დიპლომატია. დიპლომატიის აუცილებელია დიალოგი. დიალოგისთვის აუცილებელია მეორის პატივისცემა, ვისაც ელაპარაკებით. და ასე ვთქვათ, ალტერნატივების განხილვა. ორნაირად შეიძლება ახსნათ. ერთი მანამდე უკვე ვისაუბრე 1945 წლის შემდეგ არსებობს საერთაშორისო სისტემა, გაეროს წესდება და ასე შემდეგ და ამავე დროს ჩვენ ხედავთ ატლანტიკური სისტემის დაბადებას, ხო, რომელიც ნატოში ნატოდ გარდაიქმნა. ანუ ეს პარალელური შეიქმნა რა სისტემა. და შემდეგ ასე ვთქვათ, შვიდად ჩამოყალიბდა ეს მსოფლიო წესრიგი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლიდერობდა ამერიკა და
ნუ ალტერნატივა იყო საბჭოთა კავშირი, ნუ სხვები მიუხედავობის მოძრაობის წევრები, მაგრამ ნუ აი ესე ვთქვათ, ერთმანეთს აბალანსებდნენ ცივი ომის პერიოდში, მაგრამ ამ ცივი ომის დამთავრების შემდეგ მონაცვლე აღარ ყავდა რა საბჭოთა კავშირს მონაცვლე. რის შედეგადაც მოხდა სრული უზურპაცია მთელი ძალაუფლების და 1990 წლიდან საერთაშორისო წესრიგმა, როგორც იყო იმპერიის თავის თავს ძირი გამოუთხარა. და ნუ ახლა ჩამოყალიბდა სხვა სტრუქტურებიც, ევროკავშირი და შემდეგ, მაგრამ ნუ ასე ვთქვათ, ისინი ვერანაირ ჩამნაცვლებელი საბჭოთა კავშირისა ვერ აღმოჩნდნენ. და ეს 1999 წლიდან დაიწყო რადიკალიზაცია და პოლიტიკური დასავლეთის კულტურა გახდა კულტურა შეიცვალა, გახდა ჰერმეტული, დახურული და დაიწყო ბრძანებების გაცემა ყველა დანარჩენისთვის. ნუ აი თითქოს ეკონომიკური თავისუფლება, რაღაცა თავისუფლება, ვაჭრობა ასე შემდეგ. მაგრამ შეწყდა დიალოგი, იმიტომ რომ არც არავინ იყო, ვისთანაც უნდა ყოფილიყო დიალოგი. და მთელი ეს კოლონიური დასავლეთი დაბრუნდა უკან, გაიხსენეს ეს ყველაფერი და დააბრუნეს. ჩაიკეტა პოლიტიკური დასავლეთი თავის თავში, დაკარგა კრიტიკული აზროვნების უნარი და ეხლა უკვე აი თვითონ თავის თავში თრგუნავს იმ დიალოგს. თავის თავშიც კი თრგუნავს, არა მარტო საერთაშორისო დონეზე, არამედ საკუთარ თავში. მოდით მე აღარ ჩავალ დეტალებში, ბევრი ჩვენგანი ამაზე საუბრობს ბლოგებში, თავიანთ ეს ვთქვათ ინტერნეტ გვერდებზე. ეს არის ტერმინალური აი დასასრული, ანუ მარცხი. ჩვენ ახლა ვართ საქართველოში, რომელიც თავის თავს ამტკიცებს, ამკვიდრებს როგორც მულტივექტორული აქტორი. მე რა თქმა უნდა საქართველოში არ ჩამოსვლა რაღაცა რჩევების მისაცემად, ან პირიქით სიამდვილეში მე მინდა გავეცნო როგორ ესე ვთქვათ, ჩვენ ხედავთ, რომ სომხეთი უერთდება ჩაძირვის პერიოდში მყოფ პოლიტიკურ დასავლეთს. და მე მაინტერესებს ზუსტად საქართველო. პრაგმატობით, თავისი ეროვნული ინტერესით, რომელიც დაინტერესებულია მდგრადი განვითარებით და სწორედ ეს არის ეს konferentsია. ნუ შეიძლება რა გარკვეულწილად დასავლეთ ისე მიმზიდველია, მაგრამ ეს არის ფატალური მიმზიდველობა. ორი სიტყვა მინდა ვთქვა, რიჩარდი ყოველთვის სიგნალ ანალიზს გვთავაზობს. მე მინდა აი თქვა რა სურდა აშშ-ს პრეზიდენტები ობამა, ტრამპი, ბაიდენიც კი მათაც სურდათ რაღაცა ნორმალურობის დაბრუნება მსოფლიოში. ზოგადად წარმატებული პრეზიდენტები აშშ-ს ასე თქვა ცდილობდნენ რაღაცა ნორმალურობის იმიჯის შენარჩუნებას მაინც და ორი მიზეზია. ერთი ადვირპირდაპირი და ადვირგასაგები, მეორე არის ისრაელი, პირველი არის ისრაელი. ეს არის პატარა ქვეყანა, მცირე სახელმწიფო, მაგრამ accepted the realities of their existence, the confines of their existence, the limitations of where they are. აი სხვა ქვეყნებმა მცირე სახელმწიფო მიიღეს ის რეალობა, რომელშიც არიან, განსხვავებით ისრაელისგან. ისრაელმა მიიღო ამერიკიდან გარანტიები, მაგრამ მან ამ გარანტიებით მერე თავის მშვიდობა კი არ დაიცვა, არამედ სხვების დააშანტაჟება.
დაიწყო. institutionalizing power over that through US Congress and through AIPAC. მას ისრაელს აქვს დიდი ძალაუფლებები აშშ კონგრესის სახით და სხვა სტრუქტურების სახით. ეს ერთი მიზეზი. ანუ ეს ისრაელი რაღაც ძირი გამოუთხარეთ თქვა. მეორე არის ამერიკაში და სოფლიოში აი ამ სოფლიო წესრიგს აყალიბებენ ძირძველი აი ჩაბუდებული ელიტები. ეს არის რაღაც რელიგიასავით არის, რომ ეს არის სწორი ომი. ეს არ არის არა უსაფრთხოებისთვის ომი, არამედ ეს არის ონტოლოგიური ომი. ატლანტიკური თანამეგობრობა აი რისხვით აღდგება ხოლმე როგორც კი რაღაცა აი ამ წესრიგს რაღაცა დაემუქრება. და რეალობა ჩვენ გვაჩვენებს, რომ ეს წესრიგი ვეღარ ინარჩუნებს თავს. And so what is one of these origin stories of World War II? დასაწყისი ისტორიის ამ ისტორიის არის მეორე მსოფლიო ომი და ჩემბერლენი, ესე იგი ეს მსოფლიო წესრიგი, რომელიც შეიქმნა და ყველანაირად ისინი ეწინააღმდეგებიან ამ რომელიც შემდეგ გარდაიქმნა აი ამ მონოპოლიურ წესრიგში, ცალპოლუსიან წესრიგში და თუ კი რაიმე დაემუქრება ოდესმე, ესე ვთქვათ, ისინი იმ წამსვე აღდგებიან, ისინი და რელიგიასავით აქვს რა, ესე იგი ამ ელიტებს, დასავლეთის ელიტებს და იმ წამსვე რისხვით აღდგებიან და ჩაპრესავენ იმ წამსვე, ესე ვთქვათ, დათგუნავენ თუ კი რაიმე საწინააღმდეგო გაიგეს. that are necessary for modus vivendi, for a peaceful coexistence. Modus vivendისთვის, მშვიდობიანი თანამშრომლობისთვის სხვა რამე არის საჭირო. ეს არ არის საკმარისი, ასე ვთქვათ. Failure and the subversion of the world that they created and equivalent to მათ ისინი ვერ ეგუებიან აი ამ ცვლილებას, ნებისმიერ ცვლილებას, აი რაღაცა წესრიგის across the Atlantic or transatlantic და ყველანაირი იგნორირებას უკეთებენ ყოველგვარ დიპლომატიის საჭიროებას. მათი აზრით არაფერი არ შეიცვალოს და შესაძლოა დიპლომატია არის მორგების ენა და თვითონ მათ ეს არაფერს არ უნდა მოერგონ. პირიქით, მთელი მსოფლიო მათ უნდა მოერგოს. Or traitors or appeasers to evil. And they're, look at what's და ესე იგი ის ვის დიპლომატიაში ერთვება, მათი აზრით, ამ ელიტების აზრით არის ბოროტების მხარეს, არასწორ მხარეს ისტორიის. და პირდაპირ ამბობენ, რომ ეს მოლაპარაკებები არის, აი ჩვენ აი მაამებლური ის არის და ჩვენ ეს არავითარ შემთხვევაში ეს მაამებლური პოლიტიკა არ უნდა გქონდეს. ჩვენ ძლიერები ვართ და ჩვენ სწორ მართალი ვართ და ჩვენ რაცაც თვლით ის უნდა ისე უნდა იყოს. აი ამის გატეხვა გესმით, ანუ ძალიან ძნელია აი ამ წმენის მათი ამ წმენის free speech or challenge to the status quo is actively repressed by the system itself. მე მინდა გავიხსენო თავისუფალი სიტყვა სინამდვილეში როგორ ითქმება თვითონ სისტემის მიერ. Chatham House, like Lucy in our sort of US case, the Institute for the Study of the War in ამერიკის შემთხვევაში ეს არის დაუშვათ ომის შესწავლის ინსტიტუტი Chatham House ინგლისში. Of course, my life a lot in mediation. And we have three very simple words which actually მე ბევრი ბეჯერ ყოფილვარ მედიაციაში და განსაკუთრებით აი ცოცხლე ეომები ხო? რამდენიმე სიტყვას ეუბნები ხოლმე პატივისცემა, პატივიეცი მოусმინე გაიგე, პატივიეცი მოусმინე გაიგე. ანუ we looked at some of the papers about EU how they react to you. There's no respect. რო გადახედავთ ევროკავშირის რეაქციებს, პატივს არ გცემენ, არ გისმენენ და არ უნდა ჩენი გაგება. ანუ ეს თითქოს არ მოდის, ასე ვთქვათ, ევროკავშირიდან, ანუ თვითონ რასაც ანუ ისინი ვალდებული არიან სინამდვილეში, რომ პატივი გცენ, მოგისმინონ და გაიგონ. რასაც ეუბნებით და ხალბატონი ფონ დერ ლაიენი მე მასთან ბევრი რამ მაკავშირებს, ანუ საქმიანი ურთიერთობები წარსულში. ეს ხალბატონი კალასი და ფონ დერ ლაიენი ეს არის როგორ, იცი, აი თავის აზრზე დგას და всё მეტი არაფერი არ აინტერესებს, არ მოგისმენს, არ გაიგებს და
და არაფერს არ ეცდება, რომ ასე ვთქვათ, გაიაზროს ასე. ისე ვისაც ცოლთან პრობლემები გააქვთ, ეს სამი სიტყვა, მაგრამ როგორც მედიატორი გირჩევთ, რომ გამოიყენოთ. ნუ ესე ვთქვათ, აი ქორწინების რჩევლობა და გეოპოლიტიკა. ნუ ამ კაცს აქვს შეუზღუდავი ტალანტები. ნიჭი, ასე ვთქვათ, ყოველმხრივ განვითარებული. მოდით, ჯეფი და შემდეგ დარბაზიდან შეგვიძლია მოვიწვიოთ კითხვები და შემდეგ შეგვიძლია შევაჯამოთ. There's this overpowering globalist narrative which bears down us. ეს არის დიახ. გაბატონებული გლობალური ნარატივი თქვენას თქვით ეს ელიტები, ხო? We're not me, Glenn, Richards, not the only academics who resisted this narrative. We have George Beebe from the Quincy Institute. ჩვენ მარტო აკადემიკოსები არ ვართ, ვინც მეწინააღმდეგები, არის არამედ არის ასევე ბატონი ჯორჯ ბიბი. ანუ როგორც აკადემიკოსები, ისე პრაქტიკოსები ეწინააღმდეგებიან სიამოვნებაში აი ამ მიმართულებას ახლა რაც არის იგი ბატონი ბიბი არის პრაქტიკოსი. As the situation changes, as develops, I think our voices are going to be მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ხმა ასე ვთქვათ, უკვე იმდენად ბევრი აკადემიკოსი და პრაქტიკოსი ლაპარაკობს, რომ ჩვენი ხმა გაგონილი იქნება ბოლოს. დიახ, მეც გეთანხმებით, რომ ძალიან ძნელა, მაგრამ გარკვეული ცვლილებები ევროპულ პოლიტიკაში ხდება. ჩვენ ხედავთ ბრიტანეთში არჩევნებიდან გამომდინარე, გერმანიაში არჩევნებიდან გამომდინარე მოქალაქეებს უნდათ რომ ცოტა მეტად ჩაერთონ, ისინი არ ეთანხმებიან აი ამ ლიდერების პოლიტიკას და სურთ რომ უფრო ასე ვთქვათ საკუთარ ქვეყანაზე გააკეთონ აქცენტი და ნაკლებად იყო უფრო ესეთი ვანდალური და ასე ვთქვათ აგრესიული როგორც არის მათი ამჟამინდელი ელიტები და დიახ მე გეთანხმებით რომ ძალიან ნელა იცვლება თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ ძალიან ნელა იცვლება მაგრამ მაინც რაღაცა ცვლილებები მოდით ახლა მე მინდა დარბაზს კითხო თუ რაიმე უბრალოდ თქვენ თხოვო მოვიწიო დარბაზი თუ რაიმე კითხვა არ მოგერიდოთ მართალია შეზღუდული გვაქვს ფორმატი მაგრამ ბრძანეთ კომენტარი კითხვები Hello guys I just wanted to ask how likely you think that an expansion of war in Ukraine can turn into a war between NATO and რამდენად შეიძლება უკრაინაში ომის გაფართოება გადაიზარდოს ნატო რუსეთს შორის ომში. კარგი, მოდი რამდენიმე კითხვა კიდე და შემდეგ უკასკოთ. თქვენ განიხილეთ საერთაშორისო სამართალი 1955 წლიდან გამომდინარე საერთაშორისო ხელშეკრულებები და შემდეგ ცვლილება აი ამ წესრიგის. მე მინდა გითხრათ, რომ სანქციების რეჟიმი, რომელიც ახლა მუშაობს, მან გაანადგურა ყველა ეს ყველაფერი. In a few years we will look at a destruction of ჩვენ legal systems ნახავთ რომ ამ იურიდიული სისტემების ჩვენ ხედავთ ფაქტობრივად ამ სისტემის განადგურებას ანუ 45 წლის სისტემა განადგურდა ამ სანქციების შედეგად დიახ კი კარგი კომენტარი იყო პასკალი გისმენთ სხვა კითხვების თუ არისო maybe just to everybody what is the most efficient way to strengthen the network of the resistors როგორ გავაძლიეროთ წინააღმდეგობის მოძრაობა რომელიც აი ჩვენი სახით რო არის ხა როგორ ეს უფრო ნუ რა ვიცი როგორ წავწიოთ უფრო წინ ეს ჩვენი მოსაზრებები რაც გამოითქვა დღეს ამ დარბაზში Thank you all for a very interesting discussion. მადლობა დისკუსიისთვის. My question will go like this. It is clear from your discussion თქვენი მსჯელობიდან გამომდინარე რაღაცა ერთი თეორიული რაღაცა მოსაზრება არ არსებობს და ყველას აქვს თავისი აზრი. თუ ყველას თავისი ლეგიტიმური აზრი აქვს და შეთანხმება შეუძლებელია. ხომ არ ნიშნავს ეს? რომ უნივერსალური ჩარჩოს ძიება თავის აპრიორშივე არასწორია და თუ ასეა, მაშინ როგორ გავაკეთოთ არჩევანი აი ამ სხვადასხვა ვარიანტს შორის? კი, ეს დიდი კითხვა არის,
ბრიტანეთში ამას ალბათ კითხვა გაეცემა არჩევნების სახით. როგორც ბრიტანელი ესე ვიტყოდი. ესე იგი, რუსეთ-უკრაინა რამდენად გადაიზრდება ნატო-რუსეთის ჩვენ უამრავი საშუალება ჰქონდა დიპლომატიური შესაძლებლობები მოლაპარაკებისა და ჩავაგდეთ ეს ყველაფერი. ესე იგი, მანამდე თქვა შემდეგ სტამბულში ყველაფერი ჩავარდა. ეხლა კი რუსეთი სულ უფრო და უფრო ღიად და რუსეთის ელჩმა გაეროში პირდაპირ თქვას, რომ იცით რა, თუ მართლა გადაკვეთავთ ამ წითელ ხაზებსო და ნატოს საჰაერო სივრცეში გადმოზიდავთ დრონებს და მესვრითო, ხო, ნუ ამასთან ეს იქნება უკვე წითელი ხაზი და ნუ ნამდვილად უკვე თქვენი მოთმენა აღარ იქნებაო და პირდაპირ აცხადებს რუსეთის ელჩი გაეროში, რომ საპასუხო დარტყმითი ზომები იქნება, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ისე რომ თითქოს რუსეთი უბრალოდ იტყუება, არაფრის საშუალება არ აქვს და მაგრამ ნუ რა ვიცი, თუ ესე გავაგრძელებთ, მართლა იქნება უკვე ძალიან გვიან და აზე აღარ Steve, მე ვთქვათ ვეთანხმები აი ამ განწყობას მე წუხარ იმის გამო რომ ადრე მართლა მუშაობდი ნატოში, მსახურობდი ნატოში და სინამდვილე რა არის, იცით რომ ნატო არ არის ისეთი ძლიერი სამხედრო თვალსაზრისით და ისეთი ძლიერი ორგანიზაცია, როგორც ხალხს გონია. ის რომ ვითომ ნატო რუსეთს მოუგებს, ეს არის უბრალოდ ტყუილი და მეტი არაფერი. ევროპული ქვეყნები ყველანაირად ხარს უჭერენ აი ამ სანქციებს რუსეთს, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. იმიტომ რომ რუსეთის ნუკლეუსი რა ქვია, ბირთვული ტრიადა, ხო, ანუ ეს ვერ იაზრებს ხალხი, რომ ეს საფრთხე არის რეალური. ჯორჯი დიახ, მინდა გამოვეხმაურო ამ შეშფოთებებს, რომელიც დერმა და სტივმა გამოთქვეს. ჩვენ ვართ უაღრესად შემაშფოთებულ სიტუაციაში, როდესაც რუსეთის გაფრთხილებებს ყურს არავინ არ უგდებს, არ ითვალისწინებენ და ეხლა უკვე აი სულ ატომური საფრთხე, ბირთვული საფრთხე ისმის და ესე იგი არა ამასაც უგულებელ ყოფენ. როდესაც რუსეთის სამხედრო საზოგადოებები გააქვთ, და შენ გემუქრებიან აი ამ ბირთვული დარტყმებით და მას აქვს ეს ბირთვული დარტყმები to preclude that kind of scenario from out and not put the United States in a position where it has to choose between defending Article 5 going into war with Russia and risking nuclear conflict. Those are very, very poor alternatives to send up the decision-making ladder. And a wise country would say, let's use diplomacy to ensure that we don't have to make that kind of decision. Thanks. Thank you. Well, I guess, to add on it, one of my greatest concerns is the incrementalism, and we always see this დავამატო აი ეს ინკრემენტალიზმი, ანუ ნელა-ნელა ცოტა არაუშავს, კიდე ცოტა არაუშავს, კიდე ცოტა ჩვენ გონია რომ ანუ თუ თავიდან დაუპირისპირდებოდ პირდაპირ რუსეთს, ხო, წავაგებით, მაგრამ თუ ცოტა და მაშინ მოუგებთ და ეს არის ტყუილი. ესე იგი, ფინეთის ყურეში მოხდა რუსეთზე თავდასხმა და ეს იყო სრულიად წარმოუდგენელი. ჩვენ მაგრამ ეხლა სრულიად შესაძლებელია, ხო? დავიწყეთ კიდევ, აი, მივეცთ უკრაინას ჰაიმარსები, რაღაცა ძლიერი იარაღები. ბაიდენი გვეუბნება, რომ F-16-ები ვერ მიცეს ის F-16-ებიც მივეცით.
targets inside Russia. Gradually, we რაღაცა შეზღუდვები იყო, ვითომ რუსეთის შიგნით არ შეძლო დაეთყა მე ამის უფლებაც მისცეს და ეხა უკვე პირდაპირ დავიწყეთ რუსეთზე შეტევა ჩვენი იარაღებით, ჩვენი თანამშრომლებით we see them as weak now. That is the და restraints ჩვენი is წევრებით. and I think as George said, this is ჩვენ ამას ვხედავთ როგორც რუსეთის სისუსტეს. და this has gone too far. მოსკოვში იაზრებენ, რომ ეს უკვე ძალიან შორს შევიდა. ნატო აღარ ცემს პატივს ამ თავშეკავების თუ შეკავების პრინციპს და მოსკოვში უკვე ხალხი მოსკოვის წარმომადგენლები ლაპარაკობენ, რომ ჩვენ ხალხი ლაპარაკობს, რომ ჩვენ რაღაც ზომები უნდა მივიღოთ და ეს ასე ვერ გაგრძელდება, იმიტომ რომ ესე ნელა-ნელა, ანუ ჩვენ თითქოს მოდი ცოტა გავამწვავოთ და არაუშავს, ცოტა გავამწვავოთ, ესენი შეგვჭა და გონია რომ ამითი დამარცხდება და ნუ როდის ასე თქვათ არ იმუშავებს არ ვიცი. We shared a flight. We had a long time to kind of talk to each other yesterday. ჩვენ გუშინ ქონდა creeping towards a general war in Europe. საუბრობდით და we don't realize it. I think all the citizens don't realize it, and that's because ანუ აშკარად იწყება ომი ევროპაში, ანუ ევროპა იწყებს ომს. The other good question. How can we strengthen the axis of როგორ resistance? შეიძლება გავაგრძელოთ ერთ-ერთი კითხვა იყო დარბაზი და როგორ შეიძლება აი წინააღმდეგობის ქსელი, ანუ ჩვენი თავი გავაძლიეროთ და ჩვენი ხმა გავაძლიეროთ. თქვენ აძლიერებთ ამ წინააღმდეგობის ქსელს უკვე იმიტომ რომ ჩვენ უკვე ანუ შევქმენით ყველა ვინც ამ აზრზე ვარ, ჩვენ შევქმენით, ანუ თლიან აი ხო იყო მათი გაბატონებული აზრი, რომ აი ესეა თვითონ რასაც ამობენ ის არის იმათი, მაგრამ თუნდაც ეს აი ხა ჩვენ ვართ შეკრებილი და სხვა ბლოგებზე, ფორუმებზე, კონფერენციებზე ჩვენ ვაჟღერებთ აი საპირისპირო მოსაზრებას, სწორედ ეს არის ეს გაძლიერება და ხელახლა უნდა ჩამოყალიბდეს პოლიტიკა. On one side or the other, from on one side, illiberal politics on the other side, democratism, instrumentalizācija sაშუალებების. But if you get the wrong answer, as we saw in Romania last year, you do it again until you get the right answer. ანუ ეს ვთქვათ, როდესაც არასწორ პასუხს იგებ, ხო, იმდენჯერ უნდა სადოს არასწორ პასუხს არ მიიღებ. ანუ ნახეთ, ხო, მაგალითად რუმინეთში როგორ იყო წინა წელს. ალბათ პასუხი არის იმ ორგანიზაციებში, რომლებიც თავის მიაკუთვნებს აი მიუხედავად წინააღმდეგობის მოძრაობას. მაგალითად, ნუ კი დიდ დონეზე ეს არის შანხაის ორგანიზაცია, მაგალითად. მაგრამ აი პატარა ორგანიზაციებიც, როგორც ჩვენაირი ორგანიზაციებია, იცით რა, ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, 40 წელი დავკარგეთ. ჩვენ მაშინვე უნდა გვემუშავა, ჩვენ ადრევე უნდა გვემუშავა. ჩვენ საწყალო აკადემიკოსებს არ ვთქვათ, ეს აზრები ბევრად უფრო ადრე უნდა დაგვეწყო, რომ სანამ ესე ვთქვათ, მათი ეს დომინანტური ფილოსოფია განვითარდებოდა, ჩვენ უნდა დავპირისპირებოდით those ideas of the UN Charter of 1945. და ეს სხვათაშორის ეს იდეები ჩვენ ახლა რასაც ვამბობთ, ეს არის გაეროს წესდებიდან გამომდინარე პრინციპები. სინამდვილეში ამას ჩვენ ახლა ლაპარაკობთ, ამას ქვია გაეროს პრინციპები. It helped us win the war. Whatever we might think about it, let the Soviet Union and other countries, Georgia, Iran, and so on, sort out their own problems. That, I think, is where it all lies. ქვეყნებმა თავიანთი პრობლემები მოაგვარონ. Real quick on that. One of the, I think, the biggest chances to move beyond this are perversely provided by mainstream media right now. აი, ყველაზე მთავარი ეს ხო ჩვენი მოწინააღმდეგე ეს არის მეინსტრიმული მედია საშუალებები, რომელიც თავიდან ბოლომდე წმინდაწყლის პროპაგანდას ტირაჟირებენ. გლენდიზენი, პასკალი, ვინც სიმართლეს ამბობს. ხომ, ისინი ამბობენ სიმართლეს, მაგრამ თქვენ ამ ხალხს ვერ ნახავთ მეინსტრიმულ მედიაში. და ის რომ ჩვენ ლაპარაკობთ იმედია რომ სხვებსაც წაახალისებს და სხვებიც ამოიღებენ. Yeah,
I think international law has been eroded by sanctions and by other Western actions. მართლაც მსოფლიო წესი გზირი გამოუთხარა ამ სანქციებმა. I mean, just last year at the summit in Moscow, Russia and China გასულ actually quite a detailed statement. რუსეთმა ჩინეთმა საკმაოდ დეტალური განცხადება გამოაქვეყნეს და შემდეგ ესე ვთქვი გამეორდა გაიმეორეს პუტინის და სი ძინპინის შეხვედრაზე ეხლა ამას წინათ კიდევ ისევ გამეორდა ეს პრინციპები რომ ასაჭიროა აღდგენილი იქნას ნდობა საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგისადმი აი ახლა რაც განიხილება რომ წაართვა რუსეთის ცენტრობანკის აქტივები ჩამოართვან და მიცენ უკრაინას challenge head on take on collapse the whole system and institution of international law. I thought that was an awesome expression of the power that international law can exert. მე ვფიქრობ რომ აი ეს ხო ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო წესრიგს I'll answer it. Yeah, I'm going to answer that question. Yeah. So I need to kind of do a question. So on your question about how do you kind of თქვენს კითხვასთან დაკავშირებით როგორ გავიკვლიოთ გზა და როგორ გავყვეთ არჩევანი აი ამ სიტუაციაში in a democratic system that's why we have elections. When I was at დემოკრატიულ სისტემაში სწორედ იმიტომ გვაქვს ჩვენ არჩევანი, ხო? There was a sketch of a square with 12 X's in it, and underneath the diagram was a saying, a lifetime supply of democracy. In your lifetime, you might get 12 chances to რაღაცა კვადრატია და იქ 12 წეტილი თუ რა. მოკლედ, ანუ დემოკრატია ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ ეს არის არჩევანი. ანუ თქვენ კითხვაზე როგორ ავირჩიოთ, ვის მივეხვროთ, ვის არ მივემხროთ. ეს ხდება დემოკრატიულად, ანუ ხმის მიცემის გზით. Because it governs different choices. So, you know, when a democracy function in a healthy way, then those choices play themselves out. დემოკრატია კარგად მუშაობს და არ არის მხოლოდ პოპულიზმი, ხომ? ადამიანები აკეთებენ არჩევანს. Conflict. So, you know, that comes back to the international law point, accepting ეს მას შორის უკავშირდება აი ამ საერთაშორისო სამართალს და წესრიგის დაფუძნებულ სისტემას. ყოველთვის არის განსხვავებული აზრი საზოგადოებაში და როგორც საზოგადოებებში, ანუ ქვეყნებში ისეთ თვითონ ქვეყნებს აქვს თავთავიანთი აზრი და ეს საკითხები წყდება დემოკრატიის გზით. ვფიქრობ ეს კარგი კითხვაა, მნიშვნელოვანი კითხვაა და მინდა გავიხსენო რაც ჯონ კენედიმ თქვა ამერიკულ უნივერსიტეტში კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ ის მას ჰქონდა გამოსვლა და მან თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ სოფლიოს უსაფრთხოებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს მრავალფეროვნება დივერსიფიკაცია ჩვენ demographic segments are represented. აი ახლა არის საუბარი დივერსიფიკაცია უცებ პარლამენტში ვარ ხალხი რა წამოდგენილი დივერსიფიცირება ანუ ყველა სეგმენტს წამოდგენს ხო და ამას ამბობდა სწორედ კენედი ოღონდ სოფლიო დონეზე რომ დივერსიფიკაცია იყოს სოფლიო ანუ ქვეყნებს შორის რომ ქვეყნებს ქონდეს საშუალება თვითონ გააკეთონ არჩევანი და თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება ვის მიემხრონ და ვის არ მიემხრონ და სწორედ მე ვფიქრობ სწორედ ეს აქტუალურია დღევანდელ მრავალპოლუსიან სამყაროში და სტაბილურობა ასეთ სამყაროში უნდა ეფუძნებოდეს დივერსიფიკაციის პატივისცემას ანუ აი ამ მრავალფეროვნების პატივისცემას, ანუ იმის პატივისცემა, ჩვენ ვფიქრობთ რომ კენედის ხედვას უნდა შეუწყოთ, ანუ ქვეყნებს უნდა კონდეს თავისუფალი არჩევანი თვითონ ვის მიემხრონ. I want to also answer the universalism question. თუ შეიძლება უნივერსალობასთან დაკავშირებით მინდა. The same question. უპასუხო. იგივე კითხვა. I'm going to need to start wrapping up. I want to do one final question for everybody on the panel. So I'm not shutting you down, but we can maybe discuss it afterwards. იქნებ შემდეგ რა, იმიტომ რომ Yes, behave yourself. So არ გვაქვს დრო არ გვაქვს. How can small states დიახ, ეს კითხვა იყო, როგორ შეიძლება პატარა ქვეყნებმა გაიკვლიონ გზა აი ამ კონფლიქტებში in general terms everybody to give a few
თუ შეიძლება აი მოდით ეხლა რა ვქნათ თვით აი თითოეულმა ორი სიტყვით როგორ გაიკვლიოს პატარა ქვეყანამ გზა აი ამ კონფლიქტების სიტუაციაში თითოეულმა ორი სიტყვით well that's why we have this term strategic patience არის ეს ტერმინი სტრატეგიული მოთმინება ალბათ ეს უნდა გამოიჩინონ პატარა სახელმწიფოებმა თუმცა ეს არ ნიშნავს რომ იჯდეს და ელოდოს არამედ უნდა იყოს აქტიური მოამზადოს თვითონ მოამზადოს თავისთავად ვითარება I think the strategic patience ასე რომ სტრატეგიული მოთმინება თუმცა ყველა სხვადასხვა პატარა სახელმწიფოსთვის ეს სტრატეგიული მოთმინება ალბათ სხვადასხვა რამეს ნიშნავს strategic patience absolutely completely agree აბსოლუტურად გეთანხმებით სტრატეგიულ მოთმინებაში okay go გამოტოვებ მე small states have not the possibility to defend themselves militarily. ცირე სახელმწიფოს არ შეუძლია სამხედრო თვალსაზრისით თავი დაიცვას. ამიტომ უფრო მოხერხებული უნდა იყონ ისინი. How not to be stepped over by their big. ანუ ერთადერთი უნდა იფიქროს როგორ არ გადააბიჯონ, როგორ არ დააბიჯონ თავზე დიდმა სპილოებმა. So many countries in the world which survive as small states. სულ ბევრი ქვეყანა, რომლებიც აი პატარა ქვეყნებია, აი იცით რა ეგრე არ არის, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. პირიქით უფრო მეტი უნდა გააკეთოს ვიდრე დიდმა და ძლიერმა ქვეყანამ, რომ გადარჩეს, მით უმეტესად ძლიერი მეზობელი ყავს. ანუ აქ არის მოქნილობაც, მაგრამ ტვინი უნდა გამოიყენო, ტვინი უნდა იხმარო. Yeah, very quick. I think that ძალიან სწრაფად შეიძლება. the big issue for me and to make sure that you really understand მე ვეთანხმები რომ security კრიტიკული აზროვნება სამხედრო საჭირო და ეროვნული უსაფრთხოების უსაფრთხოება უნდა იყოს ნომერ პირველი ინტერესი. მე ვეთანხმები გავუსწროს რომ მოусმინე და გაიგე especially if they're very big states. უნდა მოусმინო და გაიგო დიდი სახელმწიფოების, რომლებიც თქვენი მეზობლები არიან. Terms like coerce ჩვენ უფრო ისეთ სიტყვებზე ვართ დასავლეთში მიჩვენე როგორც იძულება ასე ვთქვათ და მაგრამ აქ არის სხვა სიტყვები საჭირო ესე იგი გაგება მოსმენა პატივისცემა ალბათ აი ეს სიტყვები არის გადამწყვეტი სიტყვები მცირე სახელმწიფოებისთვის on this question of how small states can navigate. როგორ შეუძლია გადარჩენენ პატარა სახელმწიფოებს სულ ორი სიტყვით თუ შეიძლება The principles of diplomacy and statecraft that დიპლომატია history apply here. და სახელმწიფოებრიობა counterbalancing you hedge საპირისპირო წონების გამოყენება depending on the circumstances that you're facing. ანუ არსებული სიტუაციის მიხედვით ასე ვთქვათ ნუ არაფერი ახალი არ გამოგონებიათ ამ თვალსაზრისით ალბათ ისტორიის გაკვეთილების გამოყენება ისტორიის გაკვეთილების გადახედვა Thank you. Well, I think small states will always be vulnerable. ცირე სახელმწიფოები ყოველთვის იქნებიან მოწყვლადი, როდესაც სპილოები ჭუბობენ, ხო, ესე იგი ბალახი ითელება, ხო? But I think that multipolarity it does present a great opportunity. მრავალპოლუსიანობა, თუმცა მრავალპოლუსიანობა ასევე შესაძლებლობებსაც წარმოადგენს. პატარა სახელმწიფოებს შეუძლია თავითი ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაცია, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით დივერსიფიკაცია და არ მიეწევონ მანდამაინც არც ერთს, არც მეორეს, არც მესამეს. ნუ გასაგებია აი თქვენ წარმოგიდგენთ პოლუსიან სამყაროში შეზღუდულია ხო პრინციპში 90-იან წლებში უნდა გააკეთებინა ის რასაც გეტყოდნენ მაგრამ ეხლა ესე არ არის ეხლა შეიძლება პირიქით ასე ვთქვათ უფრო იფიქრო და უფრო მეტი არჩევანია სინამდვილეში ვიდრე 90-იან წლებში ანუ უფრო ესე ვთქვათ მოქნილობა უსაფრთხოების თვალსაზრისით ლავირება და ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაცია. Diplomats, what's the difference between a diplomat and a camel? ეს რა განსხვავება დიპლომატსა და აკლებს შორის? აკლებს შეუძლია თელი დღე იმუშაოს და წყალი არ დალიოს და დიპლომატი თელი დღე წყალს ასვავს და არაფერს არ აკეთებს რა ეს თქვა. ეს ანეკდოტი მინდოდაო მე თქვა.
I mean, basically, smaller states have to not პატარა სახელმწიფოებმა pin their hopes on international law or არ უნდა დააფუძნონ თავიანთი იმედები საერთაშორისო სამართლის არსებობაზე. ან საერთაშორისო სტრუქტურების, იმიტომ რომ მათ აჩვენეს, რომ ეს სრულიად უსუსური და არაფრის მაქნისი. მაგ სანაცვლოდ ცირე სახელმწიფოებმა აქცენტი უნდა გააკეთონ ნეიტრალიტეტზე, ანუ არც ერთ მხარეს არ მიეხრონ. ორივე მხარეს თან კონდეთ კომუნიკაცია როგორც ხიდის და ნაცვლად იმისა რომ რომელიმე ერთი მხარე ამოირჩიონ. Keep the mic close to me. I think the question has been very adequately answered already. So I just want to ძალიან ადეკვატური კითხვაა. share a little known historical fact, which I think will be of interest in this particular setting. ისტორიული ფაქტი მინდა გაგიზიაროთ. Was created by Stalin. გაერო შექმნა სტალინმა. That's only a slight exaggeration, right? ეს მხოლოდ მცირედით გადაჭარბებაა. მცირედით. სინამდვილეში საბჭოთა კავშირმა ითამაშა სწორედ ლომის წილი გაეროს შექმნაში. და რატომ არის რუსეთი ესე ვთქვათ ესე ძლიერი გაეროს საბჭოში? იმიტომ რომ მათი შექმნილია. გაეროს წესდება არის სწორედ არის საფუძველთა საფუძველი მრავალპოლუსიანობის. იცით რა, ეს კაცი უნდა იყოს დიპლომატი გაეროში და ისა ხო არ ვიცი განიხილონ მისი დიპლომატი. მაკიაველის თანახმად ძალაუფლება ხელშეუხებელია. ეს არ არის მარტო დიდი ბიჭები, ჩინეთი, რუსეთი აშშ აი საუბარი არის ნორმატიულ მრავალპოლუსიანობაზე 1993 სახელმწიფო დაფუძნებული სუვერენიტეტზე სუვერენიტეტი არის სწორედ საფუძველთა საფუძველი და ინტერნაციონალიზმი მეორე მხრივ ანუ სუვერენიტეტი ანუ ერთი მხრივ თითოეული ქვეყანა სუვერენულია და მეორე მხრივ საერთაშორისო თანამშრომლობა. ვფიქრობ ეს პრინციპი საქართველოსაც ვრცელდება. ალბათ დივერსიფიკაცია არის საუკეთესო გამოსავალი. ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ ერთზე იყო დამოკიდებული და ყველაფერს ერთისგან იღებდე და იმან გადაგიკეტოს მერე ჯობი ალბათ იყოს დივერსიფიცირებული და ნუ იქნებით რომელიმეზე ჩამოკიდებული. ყველას დიდი მადლობა თავიანთი წვლილისთვის, შეტანილისთვის მადლობა ჩვენი მოსვლისთვის. Everybody on the panel, enjoy the rest of the day, have some fantastic conversations, and let's keep focusing on ისაუბრეთ ერთმანეთთან და ისე ამონეთ დღევანდელი დღით წარმატებების გისურვებთ.